უნიკალურობა ქრისტიანებისა იმაში კი არ მდგომარეობს, რომ სხვებზე ჭკვიანები ვართ. ჩვენი უნიკალურობა იმაში კი არ მდგომარეობს, რომ ჩვენ სხვებზე უფრო კარგები ვართ, როგორც ადამიანები. პირიქით, როგორც კი კარგი გეგონება თავი მაშინ იწყება შენი დაღუპვა, იმიტომ რომ უფალი მოვიდა მონანული ცოდვილებისათვის, და არა გაბღენძილი მართლებისათვის. ჩვენი განსაკუთრებულობა თუ ასათნი ვიქნებით, მხოლოდ ერთ რამეში მდგომარეობს, რომ ისიც ღვთისწყალობა, მე სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევ, საკუთარი თავიდან ვიტყვი, რომ მე არ ვიცი ეს როგორ მოხდა, თვითონ ღმერთი გპოულობს და თვითონ ღმერთი გაჩვენებს საკუთარ თავს და ღმერთი შემოდის შენ ცხოვრებაში და ღმერთი გაჩვენებს, რომ ხედავს და უყვარ ხარ და ზრუნავს და სულ ერთი არ ახარ მისთვის და ისევ აქედან მე იწყებს შენ ღმერთის ძიებას და არა სიყვარულს და ოდესმე თუ შეიყვარე მადლობა უნდა თქვა. ჩვენი განსაკუთრებულობა შეიძლება მხოლოდ ერთ რამეში მდგომარეობდეს, რომ ჩვენ გვინდოდეს უსმინოთ განკაცებულ სიყვარულს და მისი ნება აღვასრულოთ და მათ შორის ის, რომ ნებავს ეს ცეცხლი აწვი აღექცნას. და ეს ცეცხლი ჩვენს გულში თუ არ აღექცნა და თუ არ აბრიალდა ჩვენ გულში ეს ცეცხლი და ჩვენ თუ არ დავხარჯეთ მთელი ცხოვრება, მთელი ჩვენი ძალმოსილება, მთელი გული, მთელი გონება, მთელი სული, მთელი ხორცი, ყველაფერი, ჩვენი ნებელობა თუ არ დავხარჯეთ იმაში, რომ ეს ცეცხლი მუდამ გიზგიზებდეს, ჩვენ მაშინ ქრისტიანები არ ვიქნებით. და თუ ქრისტიანები არ ვიქნებით, მაშინ რას ვთამაშობთ ქრისტესთან? და თუ ჩვენ ვეცდებით, რომ ეს ცეცხლი, რომელიც უფალმა აანთო, შემოუშვა ჩვენ გულში და არ ჩავაქრო, უფალი დაინახავს რა ჩვენს მცდელობას, თუნდაც უბრალოს და საცოდავს, უფალი დაგვეხმარება ჩვენ რესურსის ამოწურვის შემდგომში ის დაგვეხმარება და ეს ცეცხლი ისე აგიზგიზდება, რომ ჩვენ თამამად შეგვიძლია მე ვთქვათ, რომ ჩვენ თავისთავად არაფერი არა ვართ, მაგრამ და გვექნება იმის განცდა, რა ნაგავსაც წარმოვადგენთ ჩვენი დაცემული ბუნებით, მაგრამ ჩვენ გვექნება იმის უნარი, რომ გვეთქვას, რომ ჩვენ ბედნიერები ვართ. იმიტომ რომ ჩვენში ცეცხლი გიზგიზებს, რომელიც არ არის ჩვენი, მაგრამ არის მისი, ვისაც ჩვენ ძალიან უყვარვართ.